ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის თანამშრომლებმა მერიაში 2024 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ ცენტრისათვის მიმდინარე წელი საგანმანათლებლო პროგრამების, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების სიმრავლით გამოირჩეოდა. ცენტრთან არსებული წრეების მოსწავლეები და ანსამბლები მთელი წლის განმავლობაში წარმატებით მონაწილეობდნენ ხელოვნების, მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ფესტივალებში. სხვადასხვა სახის აქტივობით ეხმიანებოდნენ ეროვნულ, რელიგიურ, სახალხო და სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებულ დღესასწაულებს. ღონისძიებით აღინიშნა ეროვნული დროშის, დედაენის, დედის, ქალთა, დამოუკიდებლობის, ბავშვთა დაცვისა და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე. მასშტაბურად აღინიშნა სახალხო დღესასწაული ყაზბეგობა 2024. შეხვედრისას გაიმართა დისკუსია რესურსების თანაბარ განაწილებასთან დაკავშირებით. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ბაკურ ავსაჯანიშვილის თქმით, ცენტრთან არსებულ ყველა წრეს საკმარისი და თანაბარი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. მერმა თანამშრომლებს გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა ინიციატივები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობაში განათლებისა და კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.